18 წელი სრულდება მე რაც ვარ ამ ეკლესიაში და სადაც მიმიღეს. Уже 18 лет, как я в этой церкви, где меня приняли. მადლობა ერთ კულთათვის, რომლებმაც ეს გააკეთა და ნდობისთვის. Да, спасибо за ваше доверие, за верных, я благодарю Бога. სააზბო პასტორი, რომლებმაც მიმიღეს და მომანდეს ეს ძალიან დიდი საქმე. Я благодарю пастора, братца за то, что они мне доверили это дело. და იმ ერთ კულთათვის, რომელზეც დგას ეკლესია, რა თქმა За უნდა. верных, на которых стоит церковь. კობულეთის სახარების წვენის εκκλესიისთვის, რომლებიც აქ არიან, არც თუ ისე სრული შემოგელობით. За это церковь, вот как ალელუია. გმირები ხართ თქვენ. вы герои. და შრომის სახარების წვენის ეკლესია, რომლებიც ძალიან მაგარი გმირები ხართ. За церковь со Шромой вы тоже герои. ამიტომ მადლობა ყველაფრისთვის Спасибо ვირფასებო. за все. მე მინდა დღეს ესე ვთქვათ გელაპარაკოთ ისეთ თემაზე, Я сегодня хочу говорить о такой теме. რომელზეც აქ ვინც გამოვიდა ძმები საუბრობდა ამის შესახებ. Да все братья, кто были здесь, они говорили об этом. და თითქოს გაიხსნა იცით მისი გაგება თუ რატომ უნდა ვიყოთ აი ამ მდგომარეობაში. И как бы открывается, почему мы должны быть в этом положении. ამიტომ რომ იცით ალბათ ხო რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნების შექმნა Вы знаете, что Бог создал человека свободным. და მისცა არჩევნის უფლება. Он дал ему право выбора. და ჩვენ ყოველთვის გვიწევს არჩევნის გაკეთებას ვირფასებო. И мы всегда, дорогие, стоим перед выбором. და ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი ეს არჩევანი, Этот выбор настолько важен. რომ ბოლოს მოგვიწევს პასუხისგება ამის თაობაზე თუ რა არჩევანი გავაკეთეთ И в конце нашей жизни мы должны дать отчет, что мы выбрали. და რა არა ვირჩიეთ და უნდა აგვერჩია. Что выбрали и что должны были выбрать, но не выбрали. ამიტომ რომ იცით ხო არის ღმერთის სამეფო და არის ეშმაკის სამეფო, Вы знаете, что есть царство Бога и царство дьявола. სინათლის და სიბნელის, Царство тьмы и царство света. მარადიულობის და დროებითის Да вечное и და временное. ნეიტრალიტეტი არ არსებობს. И нет нейтралитета. თუ ჩვენ ვართ ერთში, Если мы в одном, არ ვართ ავტომატურად მეორეში მაშინ автоматически мы не в другом. და პირიქით. И наоборот. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ არჩევანთან მიმართებაში. Да, мы должны быть очень внимательны при выборе. ამენ ძვირფასებო, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით ჩვენი არჩევნის მონა. Потому что мы становимся рабом своего выбора. ესე შეიძლება არ ჟღერს კარგად, მაგრამ ესე არის ფაქტიურად. Может, это режет слух, но это так и есть. ჰალელუია. არის აქ შეუღლებულები. Здесь есть да, семейные люди. ამენ მეც ვარ შეუღლებული ძვირფასებო. Я тоже имею супругу. მე შეუღლდი ჩემს ძვირფას მეუღლეს Я садился со своей супругой, და მე ავირჩიე რომ შეუღლებულიყავი и я выбрал, чтобы быть вместе с ней. და ამ არჩევნის მონა ვარ ავტომატურად. И сегодня я раб этого выбора. ამენ. ხომ ეგრეა? Это же так. ეს რომ უბრალოდ ადვილად გაიგოთ, რას ნიშნავს რომ იყო არჩევნის მონა. Это я сказал, что вы поняли, что значит быть рабом выбора. ამენ თუ ირჩევ რომ უფალს გაყვე, Если ты выбираешь следовать за Богом, შენ უნდა იყო ამ არჩევნის მონა. ты должен быть рабом этого რომც выбора. არ გინდოდეს ხდები ამ არჩევნის მონა. Да, ты хочешь или не хочешь, уже как бы... რასაც ты должен ირჩევ იმის следовать. არჩევნის იმ არჩეულის მონა ხდები. Все, что ты выбираешь, ты становишься рабом этого. ამიტომ პავლე მოციქული ძალიან კარგად ამბობს ვირფასებო. Поэтому апостол Павел очень მიდამ хорошо ნახოთ говорит. პირველი თესალონიკელების პირველ თავში Это 1 Фессалоникийцам, 1 глава. მე-19 მუხლები. Это 9 и 10 стихи. რომ თქვენო გქონდათო საოცარი შემოტრიალება, Павел говорит, что вы обратились очень чудесным образом. ამენ ანუ კერპებისგან შემოტრიალდითო ცოცხალი Вы ღმერთისგან. обратились от идола к живому Богу. ესმით ესეც არჩევანია ძვირფასებო. Это тоже, дорогие, выборы. ვერ იქნები ორივეში. Ты не можешь быть одновременно... ან უნდა იყო ამ Ты ქვეყნიერების ღმერთთან, ანუ კერპებთან და ასე შემდეგ. или с миром, с этими идолами, ანუ ან უნდა იყო ღმერთთან. или ты с Богом, должен быть с Богом. და ასევე ის ამბობს ვირფასებო И также Павел говорит, და მინდა რომ ემსახუროთო ცოცხალ ღმერთს. хочу, чтобы вы служили живому Богу, ამენ და ელოდეთო მის მოსვლას. и чтобы ждали его появления. და ამ его явления. მუხლებში არის ვირფასებო ამ არჩევნის ანარეკლი თუ საითკენ ვართ ჩვენ. И в этом стихе есть отражение выбора, вот, куда мы должны направляться. და მინდა რომ მივაქციოთ ამ მუხლებში ორ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. Я хочу выделить в этих стихах очень два важных мысли. პირველი ეს არის ემსახუროთ. Первое, чтобы служили. მოდი ყველამ ერთად თქვათ, მსახურება. Скажи, служение. ესმით,
აქ პავლე მოციქული ამბობს, რომ მოტრიალდითო იმისთვის, რომ ემსახუროთ. Он говорит, что вы обратились, чтобы служить. ამენ. და მეორე, რომ ელოდოთ უნდაო. И второе, вы должны ожидать. და დასაწყისში ვთქვი, რომ აქ იყო საუბარი მსახურებაზე, იყო საუბარი მოლოდინზე და ჩვენ მუდმივად ვართ ამაში ჩართული ამ ფერხულში. Да, братья говорили о служении, о ожидании. ამიტომ თუ აირჩევ, რომ მუდამ ემსახურო. Если ты выберешь служить постоянно, ამენ. ჩვენ ხომ მუდმივ სამუდამო სასუფეველში ვაპირებთ გადასვლას ვიფასებო. да мы же идем в вечность, в вечное царство. ამიტომ აქ უნდა მივეჩვიოთ, გავაპრაქტიკოთ, რომ მუდმივად უნდა ვიყოთ მსახურები და მუდამ ემსახუროთ. И мы должны здесь постоянно служить Богу, ამენ. вечно пребывать. და ასევე ამ მიმართულებით მუდმივად უნდა ვიყოთ მოლოდინში. И мы должны быть также постоянно ожидании. და რატომ ამით უფალი გვეხმარება ჩვენ? Почему Господь нам помогает? იმიტომ არის ძალიან ბევრი ცდუნება ჩვენს ირგვლივ. Вокруг очень много искушений. და თუ ჩვენ ვიქნებით მუდმივად მსახურებაში Если мы будем постоянно в служении და მუდმივად მის მოლოდინში, и будем ожидать Господа, ამენ, მაშინ ძალიან ცირდება შანსი იმისი, რომ ჩვენ ცდუმდეთ ვიფასებო. тогда шанс, что мы искусимся, он как бы уменьшается. იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაკავებული ამ საქმით. В этом случае мы заняты этим делом. რას ნიშნავს ემსახურო? Что значит служить? მთელი გულის ყურით. Ну, всем сердцем. კონცენტრირებული, უნდა იყო ორიენტირებული, მიზანმიმართული. Ты должен быть целеустремленным, направленным на ამენ. служение. რომ მთელი სიყვარული გამოავლინო ამ ყველაფერში. Ты должен это делать все с любовью, проявлять любовь. უნდა იყო ფხიზელი, უნდა იფხიზლო რომ ეს აკეთო. Ты должен быть трезвым, чтобы служить. ამენ. აი მაგალითად საჭესთა როზის მძღოლი. Когда шофер сидит у руля, ის მსახურია, ეს ემსახურება იმათ, ვის გადაყავს, ვისაც ატარებს. он служит тем, кто сидит в машине. ამენ. და ხომ გინდა რომ კარგი მსახური იყოს, ვისაც ენდობი შენ და ანდობ შენ Ты სიცოცხლეს. хочешь, чтобы каждый шофер был очень ответственным и хорошим. თუ თვლემს, ამთქნარებს, ეძინება, მიზეზებზეა. Если он спит, дремлет или какие-то причины, ან სიამოვნებაზე ფიქრობს. или о каких-то развлечениях გესმით думает. ვიფასებო, იმიტომ არის ძალიან ესეთი ფართო გაგება სიტყვის მსახურება. Потому что слово служение имеет очень обширный аспект. და ასევე მოლოდინი, მეგობრებო. И также ожидание. როდესაც ვინმეს ელოდები, Когда ты кого-то ждешь, შენ ხარ აბსოლუტურად ყურადღებით. ты очень внимательный. რაზმეთ გინდა მთელი სიყვარული დაახვედრო. Ты хочешь с радостью встретить этого человека. как бы с და любовью. თუნდაც დააყოვნო, შენ მაინც ხარ სამზადისში რომ დაელოდო. Если кто-то опоздает, ты все равно готовишь и ждешь. მით უმეტეს თუ იცი ვის ელოდები. И тем более, если ты знаешь, кого ты ждешь. ამენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხალხი, მორწმუნეები, ქრისტიანები, Да потому что мы люди верующие. რომლებიც მუდმივად უნდა ვემსახურებოდეთ ღმერთს Мы должны постоянно служить Господу. და რომლებიც მუდმივად უნდა ველოდებოდეთ უფალს. И мы должны ожидать Господа. და რას ნიშნავს რომ უფალს ელოდო? Что значит ждать Господа? ესე იგი ის მობრუნდება. Это значит, что Он вернется. ესე იგი ის ბრუნდება. Это значит, что Он возвращается. ელოდებით უფალს. Ты ждешь Господа. კარგით მოდით ესე ვიტყვი. Давай я скажу по-другому. მალე უფალი მობრუნდება. Скоро Господь придет. ალელუია. Аллилуйя. მოდი უფრო ყველა რო ჩავერთოთ. მალე უფალი მობრუნდება. Скоро Господь придет. გესმით? რისთვის? И для чего? რისთვის ვიფასებო? Для чего? რომ ჩვენ პასუხი ვაგოთ. Да чтобы мы ответили. იმაზე თუ რა არჩევანი გავაკეთეთ ამ წუთის სოფელში. Да как мы жили в этой жизни. ამიტომ ღმერთი არაფერს არ დაგვაძალებს. Да Бог не можешь нас заставить. ამენ და ეშმაკიც არაფერს არ დაგაძალებს. И также дьявол не ვერ заставит. დაგაძალებს. Он не может заставить тебя. ამენ ჩვენ ვირჩევთ Мы выбираем. და უნდა ვიყოთ პასუხისგებელი ამაზე. И мы отвечаем за то, что мы выбрали. იმიტომ რომ თუ გავაკეთებთ სწორ არჩევანს ჩვენ ცხოვრებაში, Если мы сделаем правильный выбор в нашей жизни, თუ ვიქნებით მუდმივად ჩართული და დაკავებული, если мы будем всегда заняты служением, Божьим делом, ქსიამოვნეთ, როდესაც ვინმეს ურეკავთ вам нравится, когда вы кому-то звоните, და იქ არის დაკავებულობა. и там занят человек, ну занятая линия. ქსიამოვნებთ ეს? Вам это არა, нравится? ამბობ, მალე აიღოს, сад არის? Ты говоришь, ну, да хоть бы он уже ответил, ну, სად რა უნდა მაგას ტელეფონი? вообще зачем ему нужен телефон? გესმით? გებულობ ძვირფასებო. Вы понимаете, о чем я? ესე ვისთვის ხარ დაკავებული Для кого ты занят? და ვისთვის არის შენი კავშირი გახსნილი? А для кого твоя связь открыта? რამდენად საშინელებაა Очень ужасно. თუ ხარ მსახური, Если ты служитель, იწოდები მსახურად. ты называешься служителем. არის აქ მსახური? Здесь есть ვინ არის служителя. მსახურია? Кто служителя? ალელუია.
უცებ მოუნდება უფალს დაგირეკოს. И Господь хочет тебе позвонить, с тобой связаться. დაგიკავშირდეს. Ну, связаться с тобой. ამე და იქაც დაკავება. А там занят. ამე და ვისით უნდა იყოს მსახური დაკავებული თუ არა უფლით? А служитель чем должен быть занятым, кроме Господа? ა? ვიფასებო, მომყვებით? Вы со мной? ან გირეკავს ეს ყველაფერი, ნუ ვთქვათ ესე პირობითად ეშმაკი. Или, допустим, ну, в მაცდური кавычках. რა. Или искуситель тебе звонит, названивает. და თავისუფლად გამოდის. И очень да, легко он этот. დაკავებული არ ახარ. Да ты доступен ему. გესმით? Ты не занят. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზურფასებო, И почему очень важно რომ дорогие, სერიოზულად ჩავერთოთ მსახურებაში и серьезно быть в служении. და ასევე ველოდებოდეთ მას. И также ожидать Господа. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხრიკები აქვს და გზები ეშმაკს, Да, у дьявола очень много оков, каких-то რომ хитростей, გვასწნოს, გაგვაჩეროს. чтобы остановить наш ამიტომ искуситель. გაგვაფრთხილა უფალმა რომ არ ინდომო ის ეს იმას რო აქვს მეც მინდა. Потому Господь сказал, не желай то, что имеют другие, я тоже хочу. ჩვენ კომედიაში რო არის, ცოლი მინდაო და Как в нашей комедии. იმაი რო ყავსო და ამასო. Даже вот у того жена, и у того я тоже ამიტომ არ жену უნდა хочу. გააკეთო რომ ვიღაცას აქვს ან ყავს რაღაც ვიფასებო. Ты не должен делать или желать то, что есть у других, ამიტომ რომ არ ვწდუნდეთ, чтобы не искуситься. ამიტომ რომ ეცით რაც უფრო ახლოვდება უფლის მობრუნება. Да как приход Господа приближается, чем მეთქო რომ ближе. ძვინვარდება ეშმაკი და მთელი მისი და დიავალ- დაცემული. Да, дьявол, он в ярости, и все его падшие ангелы ამენ. приходят в რაც ярость. უფრო მეფობს უფალი. И когда Господь больше царствует, ამენ. მით უფრო ეშმაკობს ეშმაკი. а дьявол, ну, дьяволится, как бы. ამენ. გესმით? როდის არის ის მშვიდი? Когда он спокойно, это мои новые слова. გესმით? როდის არის ის მშვიდი? როდესაც შენ ესე ხარ რა, ლოიალური. А когда дьявол, ну, спокойно, ну, когда такой ты лояльный, მაგრამ ის спокойный. იღვიძებს, როდესაც შენ სერიოზულად იწყებ მსახურებას. А когда ты начинаешь служить Богу серьезно, он тоже пробуждается. გესმით, არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მსახური იყოს დაცული და დაცული უფლის საფარქვეში ვიფასებო. И важно, что служитель был под Божьим покровом. იმიტომ რომ როდესაც მეფე მოითხოვა ისრაელმა, Когда Израиль потребовал царя, ღმერთმა პირობა წაუყენა თუ რა უნდა გააკეთოს მეფემ და რა არ უნდა გააკეთოს. и он говорил, что должен делать царь, условия, и что не должен делать. ამენ, იმიტომ რომ იცით მეორე რჯულის მე-17 თავში Это Второзаконие, 17 глава, თქვენ შეგიძლიათ მე ნახოთ ეს მოხდა. можете, მე-16 დაიწყება მგონი. по-моему, 16 стиха ის начинается. ეუბნება სამ ძირითად ანუ თხოვს რომ ეს არ უნდა გააკეთოს. Он говорит, вот эти три важные он не должен делать. გესმით? ცხენები არ გაიმრავლო, Чтобы не умножай коней, ცოლები არ მოიყვანო ბევრი, жен не приводи ამენ და много, ოქრო ვერცხლი არ გაიმრავლო. и серебра, и золота, გესმით? да, чтобы не было სამი много. ძირითადი შემოტება მსახურის დღეს И ვირფასებო. сегодня три такие составные, которые вот нападают на служителей. თუ გინდა მეფეებს ვიტყვი, მეფეები ხო ხართ? Ну, давайте я скажу не служителя, а царей. Вы же აი, цари, სიამაყე, это гордость, მამონა, это мамона, მატერიალიზმი то есть материализм. და კიდე ესე ვთქვათ არაერთგულება და ღალატი შენს მეუღლესთან. Да, или неверность супругу. ეს დღესაც უტევს მორწმუნეებს და მსახურებს И ვირფასებო. сегодня для служителя это большая опасность. აი ამიტომ ამბობს უფალი რომ არ გაიმრავლო და არ გააკეთო. იყავი კონდეს და დაყაბულდი იმას რაც მოგეცი მე. И Бог говорит, не умножай всего этого. То, что я даю тебе, будь доволен. ნუ იქ Довольствуйся. რა თქმა უნდა ახლა ძალიან ღრმად არ მინდა ამ სწავლებაში შევიდეთ, მაგრამ ბევრი ცხენები იმიტომ არ იყოლიო, Потом сказал, что не имеете множество коней. ამიტომ რომ მტერს რა თქმა უნდა ყავდა ბევრი ცხენი და ეტლები და შესაბამისი. У врагов много было и колесниц, и რომ იმედი коней. არ დაამყაროთ ამ ყველაფერზე, ჩემზე კონდეთო იმედი Он говорил, დამყარებული. что не полагайся на коней и на их силу, а на Господа გესმით? возлагай ამიტომ რომ надежду. ჩვენი ბრძოლა, უფლის ბრძოლა არის, თუ უფლის მსახურები ვართ Если мы слуги Боги, то война это Божья война. და მას არ სჭირდება ესეთი რესურსი, მას ერთი პატარა თავმდაბალი უბრალო ჭურჭელი ჭირდება. И Богу не нужно много ресурсов, ему нужны смиренные служителя. ამე და ესეთი უნდა გახდეს შენ და ესეთი უნდა იყო რომ უფალმა დაიწყოს გამოყენება შენი. Что Бог тебя использовал, ты должен стать таким. ამენ. ამენ. მეფე ღმერთი დღესაც აფრთხილებს მსახურებს ვირფასებო რომ არ დაბრუნდეთო როგორც უთხრა მათში რომ ცოდვის სახში არ დაბრუნდეთო და ხალხი არ დააბრუნეთო ცოდვის სახში. Как он говорил своему народу, что не возвращайтесь назад,
в сторону греха, не ამენ, возвращайся. ანუ ეგვიპტეში არ То დაბრუნდეთ. есть не возвращайся назад в Египет. ჩვენ უნდა ვიყოთ ესეთი მსახურები, რომ მივდიოდეთ წინ, მივყვებოდეთ უფალს და აღარ უნდა ვიცქირებოდეთ უკან და გვერდით ძვირფასებო. И мы должны быть те, кто не смотрит назад или по сторонам, мы должны идти вперед. ამენ, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში Кто держит плуг და უკან იყურება, и смотрит назад, მსახურებისთვის არ გამოდგება. он не приходит для служения. მხოლოდ უფალს უნდა გავყვეთ, ის მუდმივად წინ მიდის ძვირფასებო. Ты должен идти с Господом, потому что Он вперед направляется. ჰალელუია. ამიტომ, ნახეთ, იქ მათ ყავდათ ესეთი ბატონი, რომელსაც ფარაონი ეწოდებოდა. У них был господин, которого звали фараон. და როდესაც გაუსაძლის მდგომარეობაში სიტუაციაში აღმოჩნდნენ შეღაღადეს ღმერთს რომ გვიხსენიო. И когда им стало очень тяжело, они возопили Господу. გესმით? და რა თქმა უნდა, იქ ისტორიები იცით თუ როგორ აღმოჩნდა მოსე Вы помните историю მათ წინამძღოლად. Моисея, который და стал... მივიდა ფარაონთან და უთხრა რომ გაუშვიეს ხალხი. Моисей сказал, отпусти народ. Этот народ отпусти. გახსოვთ ეს ისტორია Вы ძვირფასებო. помните эту იქ историю? იყო სამი ძირითადი მოთხოვნილება. Там было три просьбы. Ну, რა გახსოვთ რისთვის გამოუშვიო, რა უთხრა? да почему он должен был отпустить народ? ჰალელუია. მოდი ცოტათი გავიხსენოთ. Давайте вспомним чуть-чуть. შეიძლება გაგვეღვიძება კიდეც. Может, мы еще пробудимся. ნახეთ, რომ მეთაყვანოს Чтобы они поклонились. სახური თაყვანის მცემელი უნდა იყოს მუდმივად. Служитель должен поклоняться. ამენ. Быть ყოველთვის поклонником. უნდა იყოს გახარებული, Всегда გალობელი. радостным. სულში, თავის ენაზე, Добить ჩუმად, Господа в მამაღლა. душе. ამენ. Громко. გამუდმებით. Постоянно. ჰალელუია. ასევე მსხვერპლი მომიტანეთო. Он так, чтобы пожертвовать, принести жертву. სახური უნდა იყოს უფლის ანარეკლი. Служитель должен быть отражением Господа. ის უნდა იყოს მსხვერპლიანი. Он должен быть жертвенным. ამენ. ის მუდმივად მსხვერპლიანი უნდა იყოს. Он должен быть жертвенным. ამენ გახსოვთ ხო პავლე მოციქული ამბობს რომ თავი შესწირეთო. არა რაღაცა თლიანად სრულად დასაწველად მიიტანეთო თქვენი Да თავი. помните, Павел говорит, что вы сами себя принесли в жертву, не только что-то, но себя принесли Господу. ამენ. იმიტომ ხომ უნდა ვგავდეთ მამას. Мы должны же мама ესეთია. походить на отца, он ამენ. такой. იხარია мамას თუ გევხარ ფიზიკურ мамას. Ты рад, что ты похож на своего физического ზოგი ისე отца. გავს ამბობენ, ო, გამოთლილი სპარტაკია. Да, очень многие Аминь. похожи на отца, они говорят, ну вы ли ты отец? Ну, და თუ вот აი так. კოპიო. Ну, брат, да тот, სასიამოვნოა შენთვის ესე რომ გამგვანებენ. Тебе нравится, что тебя сравнивают с ქვეყნიერება отцом? უნდა გხედავდეს ვირფასებო. Мир должен видеть იმის нас, გამო რომ ჩვენ მსხვერპლიანები ვართ, что мы жертвенные, რომ მამას ვგავართ. что мы похожи на отца. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა ღმერთის. Это такое свойство Бога, одно из свойств და ვის Господа. ახსოვს მესამე, რისთვის გაუშვიო ჩემი А ხალხი? кто помнит третье условие? მე მსახუროს. Служить. ამენ. Аминь. მე მსახუროს. Служить, чтобы они служили, не იცი, послужили. რისთვის გვათავისუფლებს უფალი ძვირფასებო? Ради чего нас Господь освобождает? არა თავისუფლებისთვის. Не просто для свободы, არამედ რომ ვიყოთ თაყვანის მცემელი. чтобы мы были поклонниками. Аминь. Аминь. გინდა განთავისუფლება. Ты хочешь освободиться? ბევრი რაღაც არის, რისგანაც გვინდა განთავისუფლება. Я от многих вещей хочу არა იმისთვის, освободиться. რომ თავისუფალი იყო. Не просто быть ნუ свободным. რო თქვა, სული მოვითქვი თავისუფალი. Скажи, я свободен, как это хорошо. ყველაზე დიდი საფრთხე არის, როდესაც რჩები თავისუფლებაში. Большая опасность оставаться в свободе. როგორც კი გვათავისუფლებს უფალი ძვირფასებო. Как Господь нас освобождает ძიმე когда უღლისგან. от иго очень такого сильного, მას უკვე გამზადებული აქვს შენთვის. да, тяжело. Он уже приготовил для тебя. როგორც აქ დასავლეთში იტყვიან, გახაზირებული აქვს შენთვის. Но для тебя это уже приготовлено, ამენ. как у нас говорят. თავისი უღელი. И иго Господь. ამენ. აი ეს არის თავისუფლება ძვირფასებო. Это и есть свобода. ამენ. ამიტომ იცი, ო, გაგვან თავისუფლე ღმერთო. კონესა დაიწყეს, ტირილი დაიწყეს, ჭავილი Они დაიწყეს. начали жаловаться, плакать и говорить, Господь, освободи ისეთ нас. ბოლობაში იყვნენ. Они были в таком сильном рабстве. და გაანთავისუფლა სასწაულებრივად უფალმა. И Бог чудесным Аминь. образом освободил их. წარმოუდგენელი სასწაულები. Это просто были великие чудеса. Невозможно даже в это... ამენ. მაგრამ ნახეთ, მეორე მხარე არის. Но есть другая сторона. კი, გაანთავისუფლა ღმერთმა. Да, Бог их освободил. იმიტომ ღმერთს სხვანაირად არ შეუძლია. Бог по-другому не может. ეცე ღმერთს არ შეუძლია რომ დაგიმონოს. Бог не может тебя поработить. ამენ. ღმერთს შეუძლია რომ Бог გაგანთავისუფლოს. может тебя освободить. ჰალელუია. Аллилуйя. ამენ. მაგრამ Но, გინდა კი ეს თავისუფლება? ну, такой вопрос. Хочешь ли ты свободу? რისთვის გინდა ეს თავისუფლება? Для чего тебе свобода? კი, შუამდგომლობდა მოსე. Да,
Да, Моисей ходатайствовал, მაგრამ ხალხს რა უნდოდა? но что хотели люди? ცოტა გასწორდნენ წელში? Они чуть выпрямились, მარხულობენ, ღმერთო განკურნე да, они постятся Господь, განიკურნებიან исцеляются, და შორდებიან ღმერთს. потом отходят от Господа. ესმით? მაგურთხე უფალო. Господь, რაღაც საქმე благослови მომეცი, меня, дай мне дело, წარმატება მომეცი, რომ дай успех, ოჯახს ვემსახურო, ეკლესიასაც ვემსახურო. чтобы служить семье, служить მიიღებენ церкви. რაღაცას. Что-то получают, ტოვებენ უფალს. оставляют Господа. ესმით? და ესე ხო არ ითამაშებს არა უფალი, И Господь же не будет вечно играть, რომ ისევ დაგიბრუნოს. что вернуть тебя назад. რაღაც დიდ პრობლემას დაგატეხს თავს. Да, он... პრობლემა ავად გაგხდის. ავარიაში მოგახვედრებს, რომ დაბრუნდე მასთან. Да, Бог же не будет так делать, чтобы тебя, ну, чтобы ты попал в аварию или пошла какая-то Чтоб болезнь. вернуть. Да, чтобы вернуть тебя. ამენ. შენ არჩევანი უნდა გააკეთო. Ты сам должен сделать выбор, ამენ. რომ იყო მსახური მისი. чтобы быть слугой Бога, ჰალელუია. და რომ ელოდო მას ვირფასო. чтобы ожидать Господа. ამენ. ამიტომაც ისინი ვერ შევიდნენ აღთქმულ მიწაზე. И потому они не вошли в обетованную землю. განთავისუფლდნენ Они освободились სასწაულებრივად. чудесным образом. აი რომელიმე რო განმეორდეს დღეს მე ვფიქრობ მთელი ბათუმი მივა უფალთან მუხლებზე. Если бы эти чудеса повторялись, Amen. все потом и пришло к Господу на... და ამის მერე, ესეთი სასწაულების მერე И после этих знамений и чудес კიდე დაიწყეს ჩვეულებრივად ცხოვრება და საერთოდ ვერ შევიდნენ აღთქმულ მიწაზე. они начали жить обыденной жизнью и не вошли в обетованную землю. რატომ ძვირფასებო? Почему? და ღმერთი ძალით არ შეიყვანს არავის სამოთხეში. Бог насильно никого в Царство Божие не ведет. შენ უნდა აირჩიო იქ რო შეხვიდე. Чтобы войти, ты должен выбрать. ამენ. იქ არ უნდა თქვა რომ მოხდები. Когда ты пойдешь, ты не должен сказать. ხო გინდა მოხდეს ასუფეველში. Ты хочешь попасть в И гарун Царство датва. Божие, ты не должен сказать там, когда будешь. აქ რა მინდოდა კაცო? Что я здесь хотел? იცი რა უნდა თქვა იქ? Знаешь, что ты должен сказать? მე ძალიან მინდოდა აქ მოხდენა. Я მოხვედა. очень-очень хотел быть здесь. აი ეს უნდა აირჩიო აქ. Ты должен здесь და უნდა избрать. გაიარო это. ის სიზნელეები, რაც მოგეხმარება რომ იყო იქ. Ты должен пройти трудности, чтобы попасть в Царство Божие. ჰალელუია. ამენ ძვირფასებო. ამენ. ამიტომ აი მინდა რომ შენ პარალელურად იფიქრო ახლა შენს არჩევანზე. Хочу, чтобы ты думал параллельно о своем выборе. რა არჩევანი გაქვს? Что ты избрал? აირჩიე კი დღეს რო აქ მოსულიყავი თუნდაც დღეს, ამ დღეს. Даже сегодня ты избрал, чтобы быть здесь. თუ რაღაც ან ხათრისთვის ან ვიღაცის არჩევნის გამო მოხვედი. Или просто ты пришел, чтобы кому-то угодить там, или кто-то тебя попросил. უფალი ელოდება რომ შენი არჩევნით აკეთებდი ყველაფერს. Хочешь, чтобы ты все сам решал и сам выбирал. ამენ. Амен. რომ იყო მსახური მისი. Чтобы быть слугой შენ Бога. უნდა ემსახურო უფალს. Ты должен служить და Господу. რატო უჭირს ხალხს მსახურება? И почему людям сегодня трудно ერთი служить მხარია რომ როგორც მას უნდა, ისეთი მსახური უნდა იყოს. Люди хотят быть такими, так служить, как они хотят. ერთი категория ხალხის. Это одна категория და людей. მეორეს А вторая категория. უძნელდება იყოს დისციპლინაში, И им трудно быть в მორჩილებაში, дисциплине, в покорности. რეჟიმში ჩადგეს, Ну, быть в режиме, წესრიგს და ექვემდებაროს в порядке. და იყოს ანგარიშვალდებული. И быть подотчетным. გესმით მეგობრებო? Понимаете? შენ კონკრეტულად უნდა გქონდეს მუდმივად არჩეული ანგარიშვალდებულება. Ты всегда должен избирать подотчетность. ამენ. იმიტომ რომ ამაში არის ძალიან დიდი კურთხევა. В этом есть очень большое იყავი благословение. ანგარიშვალდებული. Будь ამენ. იყავი Ты ანგარიშვალდებული. должен быть და подотчетным. ეს მოგეხმარება და წამოგწევს. И это поможет тебе, это тебя поднимет. ეს გააღრმავებს და გააძლიერებს შენს მსახურებას უფალზე. Да это поднимет твое служение перед Господом. ესმით, იცით, ისე იკვეთება დღეს ეკლესიებში, И сегодня так видно в церквях, რომ проявляется это. ეს ფარაონი ბიძია, ცუდი биძია. Вот это плохой дяденька фараон, ეს სული ძვირფასებო ფარაონის. это дух фараона. დღესაც არის და ატყუებს ხალხს. И сегодня он тоже обманывает людей, порабощает. ამიტომ აძლევს ხალხი ამის საშუალებას მას. Люди дают ему право на это. ნახეთ, ღმერთო მე მინდა ვიყო შენთან. Господь, я хочу быть с тобой, მე მინდა ვიყო ეკლესიაში. быть в церкви. მე მინდა ჩემი ნიჭი გამოვავლინო. Я хочу свой талант показать. მაგრამ, Но, თქვი მაგრამ. ну скажи, но. ჰალელუია, ჩემთან ხართ. Вы со мной? მოდი ესე თითით გაგეთებ, მაგრამ Скажи, но. ფარაონი არ მიშვებს. Ну меня не пускает фараон, не Yes, отпускает меня.
ფარაონი არ მიშვებს. Фараон меня не отпускает. საქმეები არ მიშვებს. Дела не отпускают. ბაღ-ბოსტანი, ბაღ-ბაღჩა ბაღი არ მიშვებს. Да мой огород, мой там, ну земля ეს какая-то. სახლი არ მიშვებს. Дом не пускает меня. სამსახური არ მიშვებს. Работа не отпускает. დირექტორი არ მიშვებს. Директор не отпускает. წყვილფეხა და წყვილფეხა საქონელი არ მიშვებს. Ну всякий скот меня не отпускает. წარმოგიდგენიათ მიზეზი, რომ ღმერთთან არ მივიდეს ადამიანი. Да чтоб человек не пришел к Богу, сколько... იცით შეიძლება რა თქვას? Да что может сказать, какую причину сказать? კატა სიცხე მიცა და ვერ წამოვედი ეკლესიაში. Сказать, что у моей кошки температура, я не смог пойти в церковь. არ ვიცი ძვირფასებო, რამდენად არის ხალხი რაღაც სად არ ვიცი. Вот насколько люди где-то пребывают. მაგრამ აქ არ არის ესეთი ხალხი, ხო? Но здесь нет таких людей. ფარაონი დამარცხებული ყავს. Да мы ჰალელუია. вышли от фараона, поразили его. მე მინდა დაიხსომოთ მეგობრებო. Я хочу, чтобы вы запомнили. ამენ. დავიმახსოვროთ ერთად. Давайте запомним вместе. დღე, რომელიც დანიშნულია შენთვის კრებულის დღეთ, День, который Бог назначил быть тебе на собрании, ამენ, სახურების დღეთ, да, это день служения, ეკლესიის დღეთ, день церкви. ეს შენი დღე არ არის. Это не твой день. ამენ, ეს უფლის დღე არის. Это день ეს Господень. უფლის დღე არის. Это день შენი დღე არ Господень. არის. Это не твой день. და ეს არ არის კატის და სახლის და კიდე რაღაცების ბჭყალებში იმის დღე რის გამო შენ შეიძლება დაფრკოვდე. Это не день твоей работы или дома, или кошки, что ты Amen, остался мегобребо. дома. არ მიატოვო შენი საკრებულო. Не оставляй своего собрания. ისე დაალაგე ყველაფერი რომ ამ დღეს თავისუფალი იყო. Так сделал, чтобы в этот день ты был свободен. აირჩიე Выбери. და თუ სწორ არჩევანს გააკეთებ, Если ты сделаешь правильный выбор, უფალი მოგეხმარება Господь поможет და тебе. ამ დღეს გაგათავისუფლებს. Он освободит тебя на этот день. ო, სარფიანი სამსახური ვიპოვე. Скажу, мне такое очень выгодная და ეს რომ работа. უთხრა ახლა უფროს არ გამიშვებს. Если я скажу своему начальнику, он мне не отпустит. მე შევაპარებ. Ну, я так сначала не скажу, а потом скажу არა, уже. ეს არის გუთნის დაჭერა ხელში და უკან ცქერა Это ძვირფასო. значит взяться за плуг и оглядываться ამენ. назад. თუ შენ დააყენებ პირობას, Если ты сам поставишь условия, მაშინ უფალი დაგეხმარება. Господь тебе поможет. უფალი შენს ნაცვლად არაფერს არ გააკეთებს. Вместо тебя Господь не будет действовать. ამენ. Аминь. ნუ ელოდებ რომ უფალი ყველაფერს მოგიგვარებს. Я ждаю, что Бог сам все расставит по своим местам. სულის მინდა ჩვენს ნაცვლად არაფერს არ აკეთებს. Но с этого вместо нас ничего не ამენ. делает. ის გვეხმარება. Он помогает нам. როდესაც ხედავს რომ ჩვენ უკვე ვეღარ ვაკეთებთ, აღარ შეგვიძლია. Когда видишь, что мы уже не в состоянии, мы не можем, ამენ. Он нам помогает. ჩვენ არა ვართ სულიწმიდის დამხმარელი ძვირფასებო. Не мы помощники Духа ამენ. Святого. ის არის ჩვენი დამხმარე. Он нас და помощник. დამხმარე რას ნიშნავს? Что значит помощник? ძირითად საქმეს შენ აკეთებ. Главное дело делаешь ты. შენ ხარ მსახური. Ты слуга, შენ служитель. დებ თელ გულს. Ты все сердце, შენ ხარ მსხვერპლიანი. ты жертвуешь. ამენ. შენ მიდიხარ დგები უფლის კვალში Ты встаешь на путь და Господень. ის გეხმარება. Он помогает რომ тебе. ყველაფერი კარგად გააკეთო. Что ты все сделал правильно и хорошо. ამენ. იმიტომ რომ იცით, მით უმეტეს დღევანდელ, ესე ვთქვათ, ფართო სპექტრში შესაძლებლობების Да сегодня очень много возможностей, исходя из этого. არის ძალიან ბევრი ესეთი ბადე, რომელთაც რაღაც შეგიძლია დაიჭირო. Да есть такие сети, что ты можешь поймать. ამიტომ დრო არის ძვირფასებო, И уже время, რომ გადავაგდოთ ჩვენი გეგმების და ნების ბადე. чтобы выбросить вот наши сети, вот наши воли, наших Аминь. мыслей და ავიღოთ უფლის ბადე. и взять сеть Господа, ამენ. უფლის ნების ბადე. сеть воли Божией. და ესეთ შემთხვევაში И в этом случае ის გახდი შენ ადამიანთა მებადურა. Он сделал тебя ловцами людей, ამენ. человека. ესეთ შემთხვევაში დაიწყებს შენს გამოყენებას. В этом случае Он начнет использовать тебя. ამენ. იმიტომ რომ უფალს უნდა რომ შენ მოგცეს ის კურთხევა, რაც აქვს გამზადებული. Потому что Господь хочет дать тебе благословение, которое Он уже приготовил для тебя. გინდა კურთხევა. Ты хочешь благословения? განთავისუფლება ვის უნდა? Кто хочет освободиться? ჰალელუია. განკურნება? Кто хочет исцеления? კი? რისთვის? Для чего? რომ მე ჯამრთელმა უფალს შეალიო ისე, ხო ეს ჯამრთელობა? ამენ. Чтобы служить Господу со своим ნახეთ რა კარგი здоровьем. სიტყვა არის ძვირფასებო გამოსვლის 23 თავში. Это исход 23 глава. დაიმახსოვრებ გამოსვლის 23 თავს. Запомните этот стих? 25-26-ე მუხლები. 23, 25, 26. უფალს თქვენს ღმერთს ემსახურეთ. Господу Богу твоему служите. ამენ. თქვენს ღმერთს რა ქენით?
Своему ემსახურეთ, Богу ჰალელუია. თქვენს ღმერთს ემსახურეთ служите. და ესეთ შემთხვევაში И в этом случае უფალი Господь, თქვენი ღმერთი ваш Бог, აკურთხებს, благословит, აკურთხებს, благословит, აკურთხებს, благословит. აკურთხებს. ამენ, გინდა კურთხევა. Ты хочешь благословения? უფალს შეუძლია რომ აკურთხოს. Бог может მაგრამ благословить. რაღაც პირობაა შესაძლებელი. Но какое-то условие ты должен исполнить. ესეა ძვირფასებო სამეფოს პრინციპი. Так действует Царство Божие, его принципы. ამენ, პირობებზეა აგებული. Оно построено на условиях. შენ რაღაცას აკეთებ Ты что-то делаешь, და ის რაღაცას и აკეთებს. оно тоже делает для тебя. ჩვენ ძალიან ცოტა გვიწევს რომ გავაკეთოთ. ვიდრე ღმერთს. Да, конечно, вот большая часть за Бога, мы что-то малое делаем. ამენ. და იმაშიც უფლის სული გვეხმარება რომ კარგად И გავაკეთოთ. в этом Дух Божий помогает, чтобы хорошо сделали ის дело. აკურთხებს შენს პურს. Он благословит твой хлеб. პური ყველაფერია ძვირფასებო. В хлеб входит все. შენი არსობის პური. Это хлеб ამენ. насущный. ყველაფერია პური. Все хлеб. კარაქის ხორციც. Это и масло, ჰალელუია. и შენი мясо. ქონებას და ასე შემდეგ. შენს წყალს აკურთხებს. Благословит твою воду. და მე ნახეთ რას ამბობს. И что говорит? მე განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან. Я отращу от вас болезни. ამენ. ნახეთ ღმერთს Господь შეუძლია может, ავადმყოფობა მოგაშოროს. чтобы от тебя отступили болезни, убрать болезни. ხო გაიგონეთ? Вы услышали меня? კიდე ერთხელ ვიტყვი რომ დავიჯეროთ. И я хочу еще прочитать, что вы ღმერთს поверите. შეუძლია Господь может მოგაშოროს ავადმყოფობა. убрать от тебя болезни. რა არის მოგაშოროს? Что значит убрать? აიღებს და შორს გააგდებს Он სადღაც. возьмет и далеко бросит. შენთან Выбросит. აღარ იქნება. У тебя уже не будет. ხომ აღარ დაიბრუნებ მე? Да ты же не вернешь это опять назад к კარგი. себе. მოდი ახლა მესამეჯერ გეტყვით, მაგრამ ახლა ვირწმუნოთ უკვე. Третий раз скажу, я повторюсь, и верьте, пожалуйста, წვენა поверьте. რა არის? Что такое вера? უხილავის დაჯერება. Это вера невидимая. ღმერთს უნდა განგკურნოს. Бог хочет тебя исцелить. ირწმუნებ? Ты веришь? მაშინ სიამოვნებით და სიხარულით წახვალ რომ ემსახურო მას. И ты будешь с радостью служить. ამენ მე ნახეთ здорово. რას ამბობს. სიბერწე არ იქნება ძვირფასებო. А у вас не будет бесплодной. ამენ. Бесплодных. აღარ იქნება. Не будет. ეს ღმერთს შეუძლია. Бог это может. მოდი ცოტა კარგად ისაუქნათ რომ ჩაждდეს ეს. Я хочу чуть-чуть чтобы еще повториться, чтобы вы поняли. თქვი მე ეჭვი არ მეპარება ღმერთის სიტყვაში. Скажи, я не сомневаюсь в Слове Божьем. მე მწამს რომ ღმერთი განკურნავს. Я верю, что Бог меня исцелит. ეგრეა? Это так? ეგრეა ძვირფასებო. Это же так. ღმერთს ეს შეუძლია. აი ნახე. აუ მე კარგი ექიმი ვნახე. Ты говоришь, я нашел хорошего врача. ო, იქ აბრაზე აწერია რომ პროფესორია, აკადემიკოსი. Конечно, что он академик и და профессор. თუ თქვათ, ნუ მოხდა სასწაული და განიკურნე. Если произошло чудо, и ты исцелился, ყველას რეკლამას უკეთებ, რომ აა ნახე ის კარგი ექიმია, имасთან и მიდი. ты делаешь рекламу, что иди к этому врачу, к доктору, он очень хороший. ნახეთ, რამდენად უფრო მაგარი იქნება ძვირფასებო. Вот насколько будет лучше, ამენ? амин, როდესაც შენ იტყვი, когда ты скажешь. ნახე, ბიჭო, ალბათ იყავი რა გჭირს. Все скажут, ты был болен, а сейчас что ო, с тобой? განკურნებული ხარ. Ты уже исцелен. რომელმა ექიმა გაკურნა? Какой врач? გადავიხდი тебя ყველაფერს исцелит? მითხარი მიმიყვანე. Я все заплачу, повези меня к этому врачу. და შენ ეტყვი, И ты скажешь, მე ღმერთმა განკურნა. меня Бог исцелил. ამენ? გამდიდდება უფალი. И Бог прославится. ჰალელუია! აი რა უნდა ძვირფასებო ღმერთს? Вот что хочет Бог. ამიტომ შენი პირობა რომ დაიწყო მსახურება, ემსახურო მას. Твое условие, чтобы служить Господу. და მე ნახეთ როგორ ამთავრებს. И как это заканчивается? ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს. И я насыщу тебя долготой дней жизни. ამენ? ნუ ცოტათი გაგიხარდათ ახლა. Вы очень обрадовались. წარმოდგინე დიდი ჭურჭელი. Вот представь, большой ხო сосуд. გინდა სავსე იყოს ის. Ты хочешь, чтобы он был полным. შენი სიცოცხლის ჭურჭელი. Лида твоей жизни. ჭურჭელი შენი სიცოცხლის. Да сосуд твоей жизни. ღმერთს უნდა რომ ის სავსე იყოს. Вы хочешь, чтобы он был полным. თუ შენ გადაწყვეტ რომ ემსახურო მას. Если ты решишь служить Лида. Богу, хочешь? ადრე არ მოკვდები რა, უბრალოდ რო თქვა. Что сказать по-простому? Ну ты рано не умрешь. в общем. გინდა? ჰალელუია. хочешь так? შენი სიცოცხლის დღეებს ავსებს. То есть он наполнит გინდა სიცოცხლე? лида твоей жизни. Ты хочешь ჰალელუია. жить? ღმერთის ხელშია ეს Это ვიფასებო. все в руках Божьих. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე კომპრომისზე. Никогда не иди на компромисс. ამენ Ни в коем პავლე случае. მოციქული ამბობს რომ ნუ თუ ისე უნდა დავიწყოთო იმისი აშენება რაც დავანგრიეთ. Павел говорит, что мне вновь начинается строить для того, чтобы разрушить, Аминь. что разрушенное. რაც დაანგრიე, აღარა აშენო ის. Все, что ты разрушил, не восстанавливай. ხო, ძვირფასებო მიხედეთ, შეხედეთ, რაც დასაწყისში დაანგრიეთ, ისე იმისი აშენებას,
იმის აშენებას დაანებეთ თავი. Пожалуйста, что ты вначале разрушил. ამიტომ მიატოვე Не ყველაფერი строй და добро. გაყევი უფალს. Оставь все, следуй за Господом. ამენ. მსახური ვინ არის? Кто служитель? არა მხოლოდ აი მსახურების დღეს 2-3 საათით Не только служитель в воскресенье там или в день служения 2-3 часа, და მე ჩვეულებრივი ცხოვრებით. а потом обыденная жизнь. ჩვენ მუდმივი მსახურები ვართ მეგობრებო. Мы, вечно ამენ. служители სადაც ვართ, Бога. იქ უნდა განვანდიდოთ უფალი. Где мы там, и мы должны Бога славить. იმიტომ რომ იესო მალე მოვა და არ ვიცით არავინ თუ როდის Потому მობრუნდება что ის. Иисус вернется, мы не знаем, когда Он придет. არ უნდა ემსახურო ორ ბატონს. Ты не должен служить двум ესეთ господам. ესეთი რაღაც თითქოს შუალედი მოიგონა მაცდურმა. Да, и дьявол приобрел такую серединку. ის გეტყვის, ო შენ კარგი მსახური ხარ. Он скажет тебе, ты хороший служитель. რაღაც ავტორიტეტი გაქვს ეკლესიაში. У тебя уже авторитет ხალხს церкви. უყვარ ხარ. Люди тебя ბიბლიას любят. კითხულობ, Библию читаешь. ვერ ფსიღებ. Жертвуешь. მაგრამ ნახე, Но აქეთაც ეცდება ის რომ რაღაცის მსახური გახდე. попытайся и здесь, на этой стороне, тоже служить кое-чему. და გამოდის რომ ორ ბატონს ემსახურება. Получается, что он служит двум господам. და ძალიან ბევრი ამაზე თანხდება და თითქოს მოსწონს ეს რომ, ну, იქაც აქვს სახელი და წუთისოფელშიც აქვს И სახელი. как бы люди соглашаются, что и здесь хорошее имя, и там ты хорошо, как бы тебя, ну, принимают за своего. ამიტომ ნახეთ, ძვირფასებო, კითხვა დაუსვით თქვენს თავს. Задай себе вопрос. რაც აწყობს ეშმაკს. Вот что хочет дьявол? არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე და არ გააკეთო. Никогда не соглашаться, на что соглашается дьявол. ამიტომ ადამიანს აქვს ესეთი, ну, ესე ვთქვათ, შინაგანი ეგო. И у человека есть такое эго внутреннее. მაგრამ მე ვიცი. Я знаю. გითხოვს ესე მე ვიცი. Ты когда-нибудь говорил, что я знаю? ძალიან უშლის ხელს ეს ფრაზა თუ შენ გინდა ღმერთის მსახური იყო. Эта фраза мешает тебе служить Богу, чтобы быть слугой Бога. მე ვგრძნობ. Я чувствую. ძალიან უშლის ეს ხელს თუ გინდა მსახური იყო. Это очень мешает тебе быть слугой Богу. გესმით? მე ვიცი და მე ვგრძნობ. Я знаю, я чувствую. არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდე უფალთან ესე რომ შენ რაღაც იცი და შენ რაღაცას გრძნობ. Не приходи к Богу с тем, что я что-то знаю, я что-то чувствую. და ყველაზე საშინელი იცით რა არის? И знаете, что самое ужасное? მე მინდა. Я хочу. მე ესე მინდა. Я так хочу. აი თუ ესე იქნება, მაშინ ვიქნები. Если будет так, то я буду здесь. ანუ პირობების წაყენება, гесмით? То есть ты сам полагаешь условия. ესე არ მიხვიდე უფალთან. Так не приходи к Богу. აი როგორც მარია. Вот как არა ჩემი, Мария. არამედ შენი ნება იყოს უფალო. Да не моя воля, а твоя да будет. და ის გაგზდის ძალიან ძლიერ მსახურად. И ты вырастешь таким служителем, сильным ამენ. слугой. ამიტომ უფალს არ უთქვამს ვირფასებო, რომ ნუ მოსინჯეთ ორ ბატონზე მომსახურება. Господь сказал, что ну попробуй, может получится служить. ვის двум ახსოვს რა თქვა господам. უფალმა? Помните, что сказал Господь? როგორ თქვა? Как Он сказал? ვერ შეძლებთ, ხო? Он сказал, у вас не получится. თქვა ესე? Он так сказал. რას ნიშნავს ვერ შეძლებთ? Что значит не получится, не რაც არ выйдет? უნდა სცადო. Как бы ты ни пытался, მაინც ვერ შეძლებ. не получится. მოსინჯე თუ გინდა. Если хочешь, ну попробуй. ამენ. ამიტომ ძვირფასებო არ ემსახუროთ ორ ბატონს. Потому не служи двум господам. და ესეთ შემთხვევაში უფალი მოგეხმარება. И в этом случае Господь тебе поможет. ჰალელუია. იმიტომ რომ პავლე მოციქულის ეს სიტყვა Да, слова апостола Павла რომ თქვენ говорят, სასწაულებრივად შემოbrუნდით ღმერთისგან ღმერთისკენ. да что вы обратились от идола к живому რომ Богу, ემსახუროთ ცოცხალ ღმერთს чтобы служить своему Богу და ელოდოთ მის მეორე მოსვლას. и ждать Его явления. და ძვირფასებო რატო ბრუნდება იესო მეორეჯერ? А почему Иисус возвращается второй раз? ნუ მოგწონს თუ არა იქნება სასამართლო. Нравится, нет, будет суд. ამენ. და აი ამ რისხვისგან რო გვიხსნას. Чтобы нас сберечь от гнева. ამენ. თუ Если, იმ შემთხვევაში если, აქ გავაკეთებთ სწორ არჩევანს. если мы здесь сделаем правильный выбор. გესმით ძვირფასებო? Понимаете, თუ мои სწორ дорогие? არჩევანს გააკეთებ, Если ты сделаешь правильный выбор, რომ უკვე გადაერთო და ემსახურო უფალს, чтобы просто перейти и служить Господу, რომ დაუკავო ხელები ვინმეს. поддержать чьи-то руки. ამენ. იმიტომ რომ შენ როდესაც ვინმეს უკავებ ხელს, Когда ты кого-то поддерживаешь, чьи-то руки ეს поддерживаешь, შენი გამარჯვებაც არის. это и твоя победа тоже. ამენ. როდესაც უკავებდნენ ხელს აარონი და ჰური, Когда Ур и Араон держали руки Моисея, ისინი იმარჯვებდნენ. они побеждали. გინდა გამარჯვებული იყო. Ты хочешь быть победителем? ყოველთვის ვიღაცის ხელი Всегда გეჭირს. держи чьи-то руки, поддерживай. შეხედე ვის უჭერ ხელს. Посмотри, кого ты поддерживаешь, чьи руки ты და თუ поддерживаешь. შენი ხელი იქნება უფლის ნებაზე და მის ქვეშ როგორც საყრდენი, Если твоя рука будет как
Вот воля Божья, ты волю Божью будешь поддерживать. შენ არასოდეს არ დაეცემი. Ты никогда не упадешь. რომ უფალს უკვე უჭირავ შენი ხელს. Потому что Господь уже держит твою руку. ამენ ძვირფასებო. Аминь, друзья. ამიტომ მე კიდე ერთხელ მინდა აი ამ გამხნევებით შეგახსენოთ რომ გახდეთ ისეთი მსახური როგორცაც უფალი თქვენსგან ელოდება. Я хочу вас еще ободрить, сказать, что быть такими слугами, чтобы угодными ამენ Господу. და ელოდოთ მეგობრებო. И ожидали. იცით, როდესაც პატარობაში რაღაცას ვაშავებდი Но когда я был маленький, что-то неправильное делал, და დედა მეუბნებოდა აი мама მოვა და ნახე რას и ისა. мама говорила мне, что папа придет. მაშინ მე სხვანაირად ველოდებოდი მამას. Вот я папу по-другому ждал. ამენ. რისთვის? Почему? დამტუქსავდა, შემომარტყამდა. Да для ამენ. наказания. Я понимал, что папа мне накажет. მაგრამ ყველაზე მაგრად როდის ველოდებოდი მამას. Знаете, когда я очень сильно ждал როდესაც своего კარგად отца, მოიქცეოდი, ვუჯერებდი тогда я маму და слушал, ეთყოდა, დღეს კარგი ბიჭი იყო. и что он сказал, папа, он сегодня хороший мальчик. აი როგორ უნდა ველოდოთ უფალს. Вот так мы даже Бога აი ждали. ღმერთო მე აი რაც შემეძლო გავაკეთე და უფრო მეტი. Господь, все, что я мог, и даже Аминь. больше, сверх сил. და Вот შენ я это იესოს сделал. ელოდები. И ты ожидаешь რომ ის გეტყვის Господа. მოდი ჩემთან შვილოჩე. Он скажет, иди, мой сынок, иди, Да, моя ასე дочь. შემდეგ. И так далее. იესოს სახელით Во имя Иисуса. და ყველამ თქვა И всегда скажем, ამინ დიდება ჩვენს უფალს ვიფასებთ. ამინ, ხალა Господь. ჰალელუია. უფალმა გაკურთხოთ. მოდით აბა ბოლოს წამოვდგეთ, იმიტომ რომ